ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მიღებული გადაწყვეტილება და ქართული ოცნებისთვის მიცემული გონივრული ვადა მიუთითებს, რომ ევროკავშირის სხვა გზა არ აქვს და დათქმების არ შესრულების შემთხვევაში საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მოუწევს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებაში ევროკავშირის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებებს დაშინების კამპანია დაფასებენ. ახლა ევროპამ განაცხადა, რომ დღეს უკვე მოქმედების დროა. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი რამ, რაც გუშინ გავიგეთ მინისტერიალზე. მეორე, ეს არის ის, რომ ევროკავშირმა ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლებას გამოუგზავნა წერილი. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაასაჯაროოს აღნიშნული წერილი, რომელიც გუშინ გამოიგზავნა ევროკავშირის მხრიდან. არა იმიტომ, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი რა არის ამ წერილში, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად სწორად აღიქვან რა საფრთხის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე. ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და ქართული ოცნება არის შეუთავსებელი. შეუძლებელია ეს ორი ერთად. და ჩვენ კარგავთ არა მხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ კარგავთ ქართული ოცნების პირობებში იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რაც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, რომელ ბანაკშიც არ უნდა იყო, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი დავიცვათ, იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას, რომელიც არის შეუთავსებელი ამ მომავალთან. ამ ბრძოლის ერთადერთი გზა ეს არის წინააღმდეგობა, ართანამშრომლობა. ლელო ძლიერი საქართველო ყოველთვის წლების განმავლობაში აფიქსირებდა თავის პოზიციას, რომ დიახ, ივანიშვილის რეჟიმი უნდა ძალიან სერიოზულ მარწუხებში მოექცეს, მაგრამ ის რაც არის ქართველი ხალხის ძალიან დიდი მონაპოვარი, მისი ბრძოლის შედეგი და პრივილეგია არ უნდა იქნეს, რა თქმა უნდა, მის საწინააღმდეგოდ გამოყენებული, მაგრამ თუ ეს ასე მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს და მეც არავის. მისი განცხადებიდან რეალურად ახალი ჩვენ არაფერი არ გაგვიგია, ეს ნაცნობი რიტორიკაა, რა თქმა უნდა, მუქარი შანტაჟის ზენით საუბრის გაგრძელება, როდესაც ქალბატონმა კალასმა ახსენა მაგალითად პოლიტიკოსების დაკავების საკითხი და პოლიტიკურ დევნას უწოდებენ ამას, თვითონ ატყობენ და თვითონ აკვირდებიან, როგორ ვითარდება მოვლენები, თავიანთივე დავალებით რადიკალური ოპოზიციური პარტიის ლიდერები დემონსტრაციულად არღვევენ კანონს, იციან ამას რასაჟელი მოყვება და თავისი ფეხით მიდიან სახსჯელასრულების დაწესებულებაში. ბატონი ყაველაშვილის დადებული ის წინადადება, რომლითაც ის თავაზობს ამ რადიკალურ ლიდერებს, რომ მიმართონ მას შეწყალები და იგი გამოიყენებს თავის დისკრეციულ უფლებას, შეიწყალებს მათ, იქიდან გამომდინარე, რომ სასპეკულაციო ფიზიკურად არავის არ დარჩეს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარე და აბსოლუტურად არავის არაფერი არ ქონდეს სალაპარაკო ამ თემასთან დაკავშირებით. რას ემსახურება ამ წერილის გამოქვეყნება? რას ემსახურება ქართული ხალხისთვის კონკრეტული ვადის მიცემა? თან ეს ვადა იმგვარად არის გაწერილი, რომ თითქმის თვითმმართველობის არჩევნების წინა საარჩევნო ყველაზე ცხელ მომენტში სრულდება და რა თქმა უნდა, ეს შანტაჟის წერილი ვერ იქნება აღქმული ვერანაირად კარგი, ასე ვთქვათ, გაგებით. ეს წერილი არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ხალხისთვის მიცემული, ასე ვთქვათ, დაშინების წერილი.